ბევრ ჩვენგანს ალბათ უოცნებია, რომ ისეთი ძალით იყოს დაჯილდოებული, როგორიც ფილმ ფანტასტიკებში გვინახავს. ვის არ უნდა სუპერმენივით ფრენა, ბეტმენის სიძლიერე, სპაიდერმენივით ქალაქში ობობის ქსელის ხლართვა და ადამიანების გადარჩენა. მართლაც საინტერესო იქნებოდა ყველა ადამიანს ზებუნებრივი ძალა რომ ჰქონდეს. მაგრამ მაშინ ფილმი X ადამიანები სავარაუდოდ არა ფანტასტიკის ჟანრი, არამედ ცხოვრებისეული დრამა იქნებოდა. თუმცა ჩვენს რეალობაშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც X-Men-ის ფილმის პერსონაჟებს არაფრით ჩამორჩებიან. ეს ყველაფერი მხოლოდ ფანტაზიის სფერო არ არის და ყველა ადამიანს გარკვეული შესაძლებლობები გააჩნია, რომლის განვითარების შემთხვევაში სუპერგმირათაც შეიძლება იგრძნოთ თავი. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ არსებობს სრულიად განსხვავებული სახის შესაძლებლობები, რომელიც თურმე გენეტიკურად გადაეცემა ადამიანს. ეკოლოკაცია. ეს არის ზოგიერთი ცხოველის უნარი გამოსცეს და მიიღოს არეკლილი მაღალი სიხშირის ბგერითი სიგნალები, რის საშუალებითაც ის ინფორმაციას იღებს რაიმე ობიექტის, მსხვერპლის ან წინაღობის არსზე და ზომებზე. აღნიშნული უნარი წარმოადგენს ცხოველების სივრცეში ორიენტაციისა და კომუნიკაციის საშუალებას. ითვლება, რომ ეს შესაძლებლობა მხოლოდ დელფინებს და ღამურებს აქვთ, თუმცა ეკოლოკაციის ნიჭით დაჯილდოებული ადამიანებიც არსებობენ. ცნობილია არაერთი შემთხვევა, როდესაც თვალებახვეული ადამიანი მარტივად მოძრაობს ველოსიპედით ან ლაშქრობაში მთაში თავისუფლად გადაადგილდება. ასეთ შემთხვევებში ისინი სწორედ ეკოლოკაციას იყენებენ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უჩვეულო მხედველობის უნარი აქვთ. ასეთი შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ხშირად დამცინავად და არასერიოზულად აღიქვამენ, თუმცა ისინი ჩვენ შორის ცხოვრობენ და მათ აურის დანახვა შეუძლიათ. ანუ, როდესაც უყურებენ ადამიანს, მის გარშემო გარკვეული ფერების გარს ხედავენ. იაპონელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანის სხეულს მართლაც აქვს გარკვეული ნათება, თუმცა უტყუარი მტკიცებულებები ჯერჯერობით მაინც არ არსებობს. კიდევ ერთი უცნაური უნარი, რომელსაც სინესთეზია ეწოდება. ეს არის ერთდროული შეგრძნების, ერთობლივი გრძნობის, თანაშეგრძნების ნიჭი. როდესაც ერთი გრძნობის ორგანოს გაღიზიანებისას მისთვის დამახასიათებელი სპეციფიური შეგრძნებების პარალელურად ჩნდება სხვა გრძნობის ორგანოსთვის დამახასიათებელი შეგრძნება. ასეთ მდგომარეობაში ადამიანს შეუძლია ბევრი შეგრძნება ერთდროულად გაააქტიუროს. მაგალითად, ზოგ ადამიანს ასობგერა ასგაგებაზე მაშინვე ესახება მკვეთრად მწვანე ფერი. შემდეგი შესაძლებლობა ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. ალბათ არასდროს გინახავთ ადამიანი GPS. მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ ადამიანის სხეულს აქვს ცილების სახელწოდებით კრიპტოქრომა. ზუსტად მისი დამსახურებით ფრინველებსა და ბევრ ცხოველს შეუძლია დაინახოს დედამიწის მაგნიტური ველი. მისი შედარება შესაძლებელია GPS ნავიგატორთან, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მათ თავში აქვთ დამონტაჟებული. ჯერჯერობით გაურკვეველია შეუძლია თუ არა მსგავსი რამ ადამიანს, მაგრამ მეცნიერები თემაზე აქტიურად მუშაობენ. კიდევ ერთი ნიჭი სახელწოდებით დაუვიწყარი ცხოვრება. ზოგი ამ შესაძლებლობას იღებს როგორც ცხენს, მაგრამ ზოგისთვის შეიძლება ის სასჯელად იქცეს. გააჩნია რა მხრიდან შევხედავთ ამ ყველაფერს. მოკლედ, ასეთ ადამიანებს ახსოვთ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი ოდესმე უნახავთ ან უსწავლიათ ცხოვრებაში. ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ დავიწყება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გახსოვთ აბსოლუტურად ყველაფერი და ძალიან კარგია თუ ეს მოგონებები სასიამოვნოა. მაგრამ რა უნდა ქნა თუ რაიმე უსიამოვნო ფაქტის დავიწყება გსურს. ვერაფერს ვერ იზავთ, ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ თქვენს მეხსიერებაზე დაიწუწუნებთ. შემდეგი ადამიანის უნარიც მეხსიერებას უკავშირდება, თუმცა მისი მიღწევა ნიგოზის ჭამით შეუძლებელია. ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით იშვიათია. ისიც ფენომენალურ მეხსიერებას გულისხმობს. ამ ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს შეუძლიათ წიგნის ერთხელ წაკითხვის შემდეგ აბსოლუტურად ყველაფერი გაიმეორონ ზეპირად. ასევე 6 ციფრა რიცხვები გაამრავლონ გონებაში და ამოხსნან ურთულესი ამოცანები უმაღლეს მათემატიკაში. მოკლედ, ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და თითოეულ ჩვენთაგანში შესაძლოა იმალება ისეთი ნიჭი, რომლის შესახებ ჯერ არც კი წარმოგვიდგენია.